ხო, ახლა იძულებული გავხდი ჩამეწერა ეს ბლოგი მოგესალმებით. როგორც უყურებ, წულუკიანს ყავს ძალიან ბევრი ბჭყალებში გულშემატკივა, როგორც პრინციპულ მაგარ გოგოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი, ყველას თავისი გემოვნება აქვს, მე ვერავის ვერ გავეკიდები, მაგრამ ისაა. როგორ არის იქ იმას ვეუბნები, რა ქვია, წულუკიანს ალასანიას ნაპარტიალო. შენმა დირექტორმაც, ყოფილმა დირექტორმაც რო გამოიცვალა ტყავი ნაბიძინა ივანიშვილმა, ალასანიამ მილიონები რო შეჭამა სამეგრელოში არჩევნების დროს, იფიქრა რომ აგერ ავშენდიო და კი სწორადაც იფიქრა, მე იმდენი ფული შეჭამა, რომ სამშენებლო ბიზნესში გადავიდა პოლიტიკიდან. როგორ ხდება ეს? თუ არა გაქვს პასუხისმგებლობა, მაგას პასუხი გასცე. თუმცა რას უნდა გასცე პასუხი, ბიჭო, ისეთი ტიპის შვილი ხარ, რომლის სხვენია. აგერ ახლა გუშინ წინ თურმე ეგრეთ წოდებული დიდი ის რო არის საცნობარო ქსელი ვიკიპედია მსოფლიო მნიშვნელობის და მასშტაბის იმას მიმართა რომ მამაჩემსო 20 კაციო არ დაუხრეტიაო მე იმის შვილი არა ვარო მე ასეო მე ისეო და მე თავისი მონაცემები საერთოდ მოითხოვა რომ აეღოთ ეგრეთ წოდებული ვიკიპედიიდან ხედავ რა სამარცხვინო ხარ შენი ნაბიჯების ქსხვენია და ის რომ ქმარი იყიდე შენ დაქვემდებარებაში მყოფი ვიღაცა ტიპი რა უნდა იყო რა ვიცი ბიძინა ივანიშვილის მადლობელი რატო არ უნდა იყო კიდევ თქვი და გავიმეორებ ვისაც არ უნდა გამოექანოს აგერ რა დიდი პრიჟოკით იქ ტრამპლინი გააკეთოს კავკასიის მთებზე და აგერ დამახტეს აგერ იმაში რა ქვია მონბლანის მთაზე რა უშიშროებაში რო გადანიშნე მე ნამეტანი რო ტეხავდა და თქვენი კონსპირაცია ასე რო გააправეთ იუსტიციის სახლიდან აღიდი ქმარი გადანიშნა უშიშროებაში და იქ ურიცხავდა მილიონობით ფულს როცა ბავშვები იმ შიმშილით კვდებიან წლიდან წლამდე გაეროს მონაცემებით 800 ბავშვი იღუპება საქართველოში არ მოგწონს ამაზე ლაპარაკი რა სიმართლე არ არის ამოიღე და გააправე ერთი და იქ გაათეთრე პირდაპირ საჯაროდ მაგას ვინ გამოიძიებს რომდენი ტრიბუნალი დაჭირდება მაგას შენი და შენი ქონრად ნაყილის თემა რო გამოიძიოს და მადლობებს უხდის ბიძინა ივანიშვილს რატო არ უნდა უხდიდეს მადლობას ბიძინა ივანიშვილს რა ამათი უჯილაგო დედავატირი ამათი ჯერ ის ხო კაცი არ არის საერთოდ ქმრად წოდებული და მე ეს ქალია შეხედეთ ერთი რა მახინჯ სხეულში მახინჯის სული ამაზეა ნათქვამი რა მანდა მაინც აქცენტს იმას რომ გამოეკიდებით ფიზიკურობას ეხები ასე ეხები რამდენი ანგელოზივით ბავშვის სამარე გათხარა ამათმა ანგელოზივით ქმედებამ ბრჭყალებში ქართულმა ოჯახმა ამათმა შეკენწლილმა შეკერილმა მკვლელების ოჯახმა სრული ნაოჯახარმა თუ რა ვიცი რაც ქვია რა ძალიან ბევრი კითხვები აქვს პასუხგაუცემელი წულუკიანს და მის ორგანიზმს და კეთილი ინებოს და გამოვიდეს მაგაზე და თქვენ დიდო გამправებლებო ამ სიმახინჯის გითხარით მე რაც უნდა გააკეთოთ იგი რა იწიეთ კავკასიონიდან თუ გეყოფათ ტრამპლინი და კალაძეს იახლეთ თან მაგას უყვარს კიდე მთაწმინდის მთიდან გადმოხტომა ხო და ნაციონალური მოძრაობაც გამოიყოლით კიდე იმიტომ რომ ისა რა ქვია იქ პარტიულ სახლში ალასანია სხვა იდეის კაცი არ იყო ალასანი არის გათახსირებული ისა რა ქვია ნაციონალური მოძრაობის სპერმაში განაყოფიერებული შვილი რომელმაც ყველაზე მცირე სერგო თეთრაძის ცხედარი გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური სიბინძურეებისთვის და მე სერგო თეთრაძის მკვლელს თავდაცვის მინისტრი რო იყო ამუშავებდა თავდაცვის სამინისტროში დაზვერვის უფროსის მოადგილედ რა ეს არის ჩემო კარგებო და აი ამითი გადახედეთ ყველაფერს რა თავი და ბოლო მოდის აქედან ასია ასინეთ ასია ხო და თუ ვინმეს დაგებადოთ ამ ძიმე ფორმულასთან დაკავშირებით კითხები დასვით პრობლემა რა შეიძლება წულუკიანი იყოს ჩუმად თუ არა მე პირადად ამათი წარსული და მომავალი ყველაფერი ვიცი მომავალი იმიტომ რომ ვიცი ამათი მომავალი სადან თავდება და წარსული ის რაც არის და ახლა წარსულს ვერ შეცვლი რა ხო ვერც შვილები ირჩევენ სხვათა შორის მამებს და არც მამები ირჩევენ შვილებს თია წულუკიანს მიმართავ აქედან რა რაც ახარ ეს ახარ ბილწის სპერმითაც ნაკეთები ხარ ეს კარგი ნათქვამი აქვს რა ჰაფეზ თავის შაჰნამეში თუ არ ვწდები ზუსტად ასე არის რა ჰაფეზის შაჰნამეში კარგი ნათქვამი არის რომ ეს არა თუ კი ხემწარი არის თავისი ძირით თუ გინდედმის ბაღში დარგო გასწიო ჭირი თუნდ უკვდავების წყაროთ ირწყო ოფლი აქციო მაინც ვერ შესძლებ კეთილი ნერგად გადააქციო ბოდიჟგიხდით ჰაფეზის არა ფირდოუსის არის რა ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა ის რაც თესლი იყო ეს წულუკიანი წუკუტა
აი ის გამოვიდა და ის იქნება და ის იმ მოდგმის გამგრძელებელი იქნება. აღაშოს გარბი ვარ ფირდოუსთან. ევანში არა, ჯონჯოლიაში თუ დაცალდაო, ჯონჯოლია ღორიშულს ვამ 5 შვილის გაზდაო, რითი იქნებაო შვილი მამაზე უკეთესი. აი თუ გინდა ასე თქვით, რა ვიცი, მამა, შვილი, დედა და ავთესეთ ხილი მოვიდა, ხილი რაცა დედა ისაა შვილი, ძალიან დიდარი ფოლკლორი გვაქვს და შეგვიძლია ავიღოთ რა ქართული მეტყველებიდან ძალიან ბევრი ხალხური სიბრძნე გვიდევს და არა ხალხურით, სხვათა შორის კერძო და პრივატულიც. უნდა ჩავიხედოთ, ტრაგედია უგმიროთ, სხვა ქვეყანაში არ დაწერილა. თუ ვინმე მარიცის იქ რა სიუჟეტი იყო, ეს მისი გაუნათლებლობის ბრალია. აი ამას გვინერგავს წულუკიანი და მისი მოდგმა და მისი ბანდა დღეს და მისი ქმრადყოფილი. თუ მაგარი ბიჭი ახლა გამოვიდეს და თქვას, რომ არასწორია აქ რამე რა და იმ პრემიების ფურცელიც გამოაყოლოს 2 დღეში რო გადაინიშნა უშიშროებაში, მემკვიდრეობასავით რომ იყო იქ მილიონებად ნასისხლარი ფული ქართველი ბავშვების კისერზე ამომპალი და მათ ცხედრებზე ამოსული სისხლი. გინდ გაეცით, გინდ არ გაეცით, ხალხი ხო უსმენს. თქვენ გინდ წინ და გინდ უკან, მაგრამ ხალხი ხო უსმენს. სიმართლეს მისი გზა აქვს როგორც მდინარეს. დიდ ზღვას თუ შეუერთდება და მდინარეც და ზღვაც და ოკეანეც ერთი კონსისტენციისა წყალია. სიმართლე მიდის სიმართლესთან და ბოროტება ბოროტებასთან. ამით თქმა მინდოდა.